გამარჯობათ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ყველა იმ ადამიანს, რომელიც უსმენს ჩვენს გადაცემას, პირველ გადაცემას იქნება ესე პირდაპირ ეთერში თუ შემდგომ უკვე ჩანაწერებს, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ხარდაჭერისთვის, გაგებისთვის, რომელთაც თქვენ გამოხატავთ ხოლმე და არ შემიძლია ელემენტარულად დღეს არ შევეხმიანო იმის გამო რომ 82 წლის არის ადამიანი ჩემი კოლეგა გივი იორამაშვილსაც რომელმაც წინა მასე ილია ჩაჩებაიას გადაცემაზე დეპუტატია ყოფილი კოლეგა და მომართა უბრალოდ მას მიმართა მინდა რომ პირველ რიგში მას ჯანმრთელობა უსურვო მინდა რომ დღეგრძელობა უსურვო და ის შემართება რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა ჩვენ ერთ-ერთი ჩემი პირველი მოწვევის პარლამენტის დროინდელია და კოლეგა რომელსაც შემდგომშიც უკვე მას მერე რაც პარლამენტის წევრი არ იყო ასევე სულ აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მინდა უსურვო რომ შეიძლება ჰქონოდეს იმისი სურვილი ჰქონოდეს იმისი და რაც ყველაზე მთავარია მართლაც შეძლოს ის რასაც ყოველთვის აკეთებდა ეს არის ადამიანური აი ღვაწლი იმისა რომ საზოგადოებას რამენაირად ხელი შეუწყო საზოგადოების განვითარებას ამას აკეთებდა ის ყოველთვის და იმედი მაქვს რომ ასე გააკეთებს კიდევაც და გააგრძელებს ასევე მივესალმები მართლაც ყველა იმ ადამიანს რომელიც აქტიურად არის ხოლმე ჩართული ჩვენს გადაცემებში დღესაც ასევე მათვისაც სურვილი ექნება იმისი რომ ჩაერთოს აი როგორც ყოველთვის პირველ ნახევარს მე ვეცდები რომ ჩემი აზრები გაგიზიაროთ და მეორე ნახევარი გადაცემისა ყველას ვისაც კი სურვილი ექნება იმისი რომ შემოგვეხმიანოს კი ბატონო დიდი სიამოვნებით გავცემთ პასუხებს მოვისმენთ მათ აზრს ან მათ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე ეს ეხება თუ არ ეხება ასე ვთქვათ თემას რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობთ თემების მეტი კი რა არის ხო იმიტომ რომ სადაც გავიქეცი ყველგან წავიქეციო ხო ქართული ძველი ანდაზა ისეა ჩვენი მდგომარეობა ისე მოახერხა ამ ხელისუფლებამ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში რომ თითქმის არ არსებობს რაიმე პრობლემა რომელი პრობლემის სათავეც ან რომელი პრობლემის გამომწვევი მიზეზიც საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება არ იყოს და განსხვავებით ახლა ჩვეულებრივი რამეა სოფლიოში ალბათ არ არსებობს ხელისუფლება რომ ყველა ადამიანს მოწონდეს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ყველაზე წარმატებული ხელისუფლებებიც კი, ჩვეულებრივი რამეა იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი ეს ცვლილება და ხშირ შემთხვევაში არსებობს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი რამე ადამიანები წარმოადგენენ ხელისუფლებას და ადამიანები გამომდინარე იქიდან რომ ისინი თავისი თვისებებიდან მათი თვისებები ჩვეულებრივად ესეა, ხშირად აშვებინებს ხოლმე ადამიანს იმ შეცდომას, რომელიც შეცდომაც დანარჩენ რაღაცა ნაწილს ყოველ შემთხვევაში, ასვისაც ამ შეცდომის დანახვის უნარი აქვს, ამაზე რეაქციას გამოხატავს ხოლმე. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რამე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლება უკვე მეოთხე მოწვევის ხელისუფლებაა ფაქტიურად, რომელიც არც აპირებს სხვათა შორის თუ კი შევხედავთ წასვლას და არის ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც ფიქრობს, რომ კი ბატონო გეთანხმებით, კი ბატონო ჩვენც რაღაცეები არ მოგწონს, ეს რაღაცეები რა არის რომ კითხო ამის დაკონკრეტებისგან ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ, მაგრამ მერე ეწყებათ ამ მაგრამის მერე, ასე ვთქვათ, მძიმე და მაგრამ და კი ბატონო ეს ყველაფერი ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ სხვანაირად იყოს, მაგრამ ვინ არის რომ შემცვლელი? აი ამ კითხვას ვავენ ადამიანები ხშირ შემთხვევაში და უკეთეს რო ვერ პოულობენ, გონიათ რომ ეს მათი პოზიციის გამომართლებელია. შენ თუ ვერ პოულობ უკეთეს, ეს გარკვეულწილად შენი პრობლემაცაა. მე მესმის რომ უმეტეს შემთხვევაში გამომდინარე იმ პრინციპიდან რომელსაც ჩვენ ვამბობთ და ეს პრინციპი უკვე დამკვიდრდა ცივილიზებულ სამყაროში
და უკვე დაახლოებით 200 წელიწადია ამ პრინციპით ადამიანები უკვე ცხოვრობენ და აწყობენ სახელმწიფოებს და სხვათა შორის წარმატებული სახელმწიფოები რასაც ქვია, ხო? და რას ვეძახით წარმატებას? აქაც რასაკვირველია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანს თავის შეხედულება აქვს, რაღაცაში შეიძლება ვერ შეთანხმდეთ, მაგრამ ძირითადში გვინდა თუ არ გვინდა ყველაზე დაუჯერებელი ადამიანებისთვისაც კი მე მგონი არ უნდა იყოს საკამათო რომ ქვეყნები სადაც ადამიანი დაცულია და რას ნიშნავს ხო ადამიანი დაცულია ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს აქვს არა მარტო კონსტიტუციაში დაწერილი სიტყვებით არამედ რეალურად აქვს უფლება ცხოვრების სიცოცხლის განვითარების ეს ყველაფერი შეიძლება ასე მარტივად თითქმის ხო სიცოცხლის უფლება ხო მარტივი სათქმელია თითქოს მაგრამ რას ნიშნავს თუ კი ჩაუკვირდებით სიცოცხლის უფლება რომელიც მე თავისთავად მოიცავს განვითარება იმიტომ სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია განვითარების უფლება მისი შემადგენელი ნაწილია ჯანდაცვა მისი შემადგენელი ნაწილია პენსია მისი შემადგენელი ნაწილია და მიდის ჩამონათვალი ხო და სადაც ადამიანი თავს გრძნობს რომ იქ აი სწორედ ის რაც ჩვენ ჩამოუთვალეთ ეს ყველაფერი მას აქვს ხო ეს იმ ტიპის სახელმწიფოებია კიდევ გეუბნებით მოგწონს იმ სახელმწიფოების სხვა ასე ვთქვათ ფორმები თუ არა მაგრამ ის რასაც შევლაპარაკობთ ამ სახელმწიფოებში არის სხვა ტიპის სახელმწიფოებში ეს ნაკლებად არის ნუ ვიღაცა გაიხსენებს და იტყვის რომ ამ ხრივ და მართალიც იქნება, იმიტომ რომ მოსახლეობის ალბათ უდიდესი და ეს უდიდესი ნაწილი შეიძლება ჩავთვალოთ აი 90-95%, მაგალითად საბჭოთა კავშირის ცხოვრების დროს ასევე ფიქრობდა რომ საბჭოთა სისტემაში აი ეს რაც ჩამოუთვალეთ, ჯანდაცვის უფლება ქონდა, იმიტომ რომ უფასო იყო ამ ადამიანისთვის ჯანდაცვა, როგორი ჯანდაცვა იყო, ცუდი იყო, კარგი იყო, ყოველ შემთხვევაში ის რაც იყო ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა რასაკვირველია ალბათ ჩემი ასაკის და უფრო ხნიერ ადამიანებს ალბათ ახსოვთ ის მომენტიც რომ გარკვეულწილად ყველა ადამიანს ხელი ისე არ მიუწვდებოდა და ჩაწყობები იყო ხანდახან საჭირო რომ თქვათ ამა თუ იმ ჯანდაცვის პრობლემის მოსაგვარებლად სადღაც მოხვედრილიყავი ხო იყო შემთხვევები როდესაც ადამიანები ცდილობდნენ რომ საქართველოში თუ კი ამას ვერ ვაკეთებდა ვისაც ამის საშუალებები ქონდა ვისაც ამის მარტო ფული სხვათა შორის ამ საქმეს მაშინ საბჭოთა კავშირში არ შველოდა ხო იმიტომ რომ ფული შეიძლება ქონოდა მაგრამ ეს ფული თუ კი არ ყავდა სანაცნობო წრე და თუ კი არ ქონდა იმიტომ რომ ერთპარტიული სისტემა იყო და აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ ფულის გადახდით ამ საქმეს მარტო ვერ მოაგვარებდი მაშინ უნდა გადაფრენილიყავი ისეთ ცნობილ ექიმებთან, თქვათ, მაგრამ ეს იყო მასიურად რასაც ეხება, იქ ადამიანი რასაკვირველია იმ დონის მედიცინა და არ იყო დაბალი დონის მედიცინა, სხვათა შორის საბჭოთა პერიოდის თუ კი ავიღებთ, შედარებითია ყველაფერი, რასაკვირველია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ ნორმებს რასაკვირველია აკმაყოფილებდა და იყო მთელი რიგი დარგები, რომელშიც ერთ-ერთი მოწინავე იყო მაშინ საბჭოთა მედიცინა. განათლების სისტემას თუ ავიღებთ, განათლებაშიც ასევე განათლება უფასო იყო. როგორც მისი რა ქვია სკოლის ანუ საშუალო განათლება თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა და უფასო იყო და სავალდებულო იყო ნუ შემდგომ იყო მერვე კლასის მომენტი შემოვიდა რომ 8 კლასი იყო სავალდებულო მერე შეეძლოთ მიეღო თქვათ ტექნიკური მითი რა ქვია პროფილის მიხედვით განათლება და უმაღლესი განათლებაც ასევე იყო უფასო და სახელმწიფო სტიპენდიასაც კი აძლევდა წარჩინებულ სტუდენტებს ხო დონეც შესაბამისად თუ კი ავიღებთ არაფრით შეიძლება ითქვას ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა და იყო რაღაცა დარგები რომელშიც მოწინავეც იყო კიდევაც მაგრამ აი იმ 5%-ს რომელსაც ვამბობ და ვიღაცას გონია რომ ახლა 5%-თან თუ რაღაცა პრობლემა იყო და 5-ით შეიძლება ვიღაცას ბევრად მოეჩვენოს იმ პერიოდში ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად იყო არ არის ეს სწორი არ არის სწორი და რატო არ არის სწორი ეს ყველაფერი იყო ოღონდ ეს კიდევ გეუბნებით იმ ფასად რომ სიტყვის თავისუფლება იყო ჩავთვალოთ ესე 1971 წლის მერე საბჭოთა კავშირში რაღაცები იცვლება როდესაც საბჭოთა კავშირი მიუერთდა ჰელსინკის ხელშეკრულებას სადაც ადამიანის უფლებები დაცული იყო თუმცა ძნელად მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასამართლო სისტემამ თანდათანობით დაიწყო ასე ვთქვათ გაადამიანურება და დაიწყო გახუმანურება
ოღონდ ისე არა დღემდეც ვერ მივახციეთ იმას, რასაც საბოლოო ჯამში ჩვენ თავისუფალ სასამართლოს ვეძახით. ანუ იმას, რაც დემოკრატიულ ქვეყნებს, რასაც ვამბობთ, აი იმ დემოკრატიულ ქვეყნებში რომა. ამ ტიპის სასამართლოს დღემდე ვერ მივახციეთ, ხო? აქედან გამომდინარე, ჯერ სასამართლო უნდა იყოს ამ დონის, რომ მერე ძალოვან სტრუქტურებში ადამიანებმა, რომლებიც იქ მუშაობენ, იმათმა იგრძნონ, რომ თუ კი სასამართლო ამართლებს მათ მიერ არა კანონიერად დაჭერილ ადამიანს, მათ ნელ-ნელა ეს ხალისი წაუხდეს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჯერ სასამართლო უნდა არსებობდეს ესეთი და ასეთი სასამართლოს შემთხვევაში შეიძლება პირიქით ბრალდების ობიექტი აღმოჩნდეს სწორედ ის ხელისუფლებაში მყოფი, ძალაუფლებაში მყოფი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც არა ობიექტურად, უკანონოდ ჩაიდენს რამეს. რასაკვირველია, საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ მუხლით იყვნენ გასამართლებული. იყო ეს და ამას ვერ უარყოფთ და თუ კი გადაცდომა მოსდიოდა ხოლმე პოლიციელს, მოსდიოდა პროკურატურის თანამშრომელს, ხო, ოღონდ თუ კი სახელმწიფო თვლიდა, რომ მან ეს გადაცდომა გააკეთა და თვლიდა, რომ ეს სახელმწიფოსთვის საშიში იყო, როგორ არა, იყო ესეთი რამე, მაგრამ ის რომ ადამიანი არა ობიექტურად, უკანონოდ, ასე ვთქვათ, მოახდინა მისი დაკავება და მისი სასამართლოში, ასე ვთქვათ, წარგზავნა, ხო, ასეთ შემთხვევაში ნაკლები იყო. ანუ მე რისი თქმა მინდა. რასაკვირველია, კიდევ ამბობ, ცხოვრების დონე, სოციალური დონე საბჭოთა პერიოდის ქვეყანაში ბევრად უფრო შეიძლება ითქვას დაცული იყო, ვიდრე დღევანდელ საქართველოში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ის დემოკრატიას აშენებს. ოღონდ წინასწარ რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ ოღონდ ამ პერიოდი და ასეთი დრო თუ დაჭირდებოდა ამას, ნამდვილად არ გვეგონა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობდეთ იმას, რომ დამოუკიდებლობა ეს იყო აუცილებელი, იმიტომ რომ თუ კი ერის განვითარებაზეა ლაპარაკი და ერი ჩავთვალოთ ესე, რომ მე-19 საუკუნეში უკვე ფაქტობრივად ყალიბდება თანამედროვე გაგებით, რასაც ერები ქვია და ეროვნული სახელმწიფოები და მე-20 საუკუნე ამას მთლიანად უკვე გვაჩვენებს, რომ მაქსიმალურად უკვე ბევრი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, სწორედ ამ ნიშნით, რომ ერად გაიცნობიერეს თავი და სახელმწიფოებრიობა მათთვის აუცილებელი გახდა და დაახლოებით 200 სახელმწიფოა დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ხო? და ჩვენც მათ შორის ვართ საქართველო. და ვფიქრობდით, რომ ეს აუცილებელი იყო. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ჩვენი ერი იმსახურებს იმას, რომ ჩვენ ერს თავისი ისტორიით, თავისი ცხოვრებით, ხო, ერს ისევე როგორც პიროვნებას, ასევე აქვს თავისი ისტორია, ასევე აქვს თავის ჩამოყალიბების, განვითარების, დაცემის, ადგომის, კულმინაციები, ასე ვთქვათ, ყველაფრის, როგორც უარყოფითი, ისე დადებითის, როგორც პიროვნებას ახასიათებს, ასევე აქვს ერს, როგორც პიროვნებას ეს თვისებები და აქედან გამომდინარე, თვლიდით, რომ საქართველოს რაღაცა პერიოდი მას შეიძლება გაუჭირდეს, რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება სოციალურად დაცულობა იმ დონის არ იყოს, მაგრამ თვლიდით, რომ სოციალურად დაცულობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რომ ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება აუცილებლად დადგებოდა და რაღაცა პერიოდის მანძილზე ამას ჩვენ შევძლებდით და გავაკეთებდით, ამას ნამდვილად ვფიქრობდით. ამას ნამდვილად ვფიქრობდით და ასე თუ გაგრძელდებოდა, ნამდვილად არ გვეგონა და მით უმეტეს ბოლო პერიოდებში როგორც განვითარდა და დღევანდელ სიტუაციაში, რაშიც ჩვენ ფაქტიურად აღმოჩნდით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ და ალბათ იმ ადამიანების უდიდეს ნაწილსაც, რომელსაც არა მარტო, ვთქვათ, იმ პერიოდში მიუღია მონაწილეობა იმაში, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი ყოფილიყო, მის აღშენებლობაში რაღაც აქვს გაკეთებული, არამედ იმათაც, რომლებიც მერე გაჩნდნენ, ხო, ადამიანები, რომლებიც უკვე თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ, ხო, მათაც აქვთ რა ეს განწყობა იმისი, რომ როგორ ვერ მოვახერხეთ ქართველებმა ის, რომ ავირჩიოთ ხელისუფალი, მოვიყვანოთ ხელისუფალი, იმიტომ რომ არჩევის საშუალებით ხდება დაქირავება. ხო, ეს არის აი თანამედროვე საზოგადოება, რასაც ფიქრობს და არა მარტო ფიქრობს, არამედ ეს ცივილიზებული ქვეყნები ცდილობენ კიდევაც, რასაც ზოგიერთი უთვლის, რომ არ არის სწორი, რომ სხვის
ასე ვთქვათ, სუვერენულ უფლებებში ერევიან, მაგრამ ცდილობენ მაქსიმალურად და ჩემთვის სავსებით გასაგები და ასევე მინდა თქვენც აგიხსნათ, რატომ არის ჩემთვის გასაგები და მისაღები ის, რომ ეს სახელმწიფოები ცდილობენ იმას, რომ დანარჩენ, ასე ვთქვათ, სოფლიოს იმ დანარჩენ ნაწილშიც დაახლოებით როგორც თვითონ აქვთ წარმოდგენილი ასეთი სისტემა შემოიტანონ ქვეყნის მართვის. იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ეს ჩვეულებრივი რამეა, ისტორიაც გვაჩვენებს ამას კაცობრიობის განვითარების და თუ ამას ძალიან მესმის რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ უყვარს ისტორიის კითხვას ვინჩივის Facebook-ში რომ ძალიან დიდ პოსტს დაწერ, იმის წაკითხვაც კი არ უნდა ბოლომდე და ხლა ამ ტიპის ადამიანები რასაკვირველია ნაკლებად არიან მიდრეკილი იქითკენ რომ სხვისი წაკითხული დაწერილი წიგნები იკითხონ. ხო და აქედან გამომდინარე არის რომ ადამიანებს ზედაპირული მიდგომით სურს ბოლომდე ჩაწვდეს ხოლმე იმ არსს, რომელიც არსიც საზოგადოების განვითარებაზე როცა ვლაპარაკობთ, აი ამ არსის გაგება უნდა ძალიან მოკლე წინადადებებით ხოლმე და ძალიან მოკლე ინფორმაციით შეხედოს, შეაფასოს და მერე თან შეუძლია იკამათოს კიდევაც იმ საკითხზე, რამდენად ობიექტურია ან რამდენად არასწორია, კანონიერია, მორალურად სწორია და ასე შემდეგ, მთელი რიგი საკითხებზე, ხო? სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე, სახელმწიფო შორის ურთიერთობებზე ძალიან ჩვეულებრივად შეუძლიათ ხოლმე კამათი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ახლა ისმენს თქვათ ამას, უბრალოდ გამოგყვება იმ ლოგიკაში, რასაც ვლაპარაკობ. სახელმწიფოშიც ისევე როგორც ადამიანს, სახელმწიფოებიც, რადგანაც ადამიანები წარმოადგენენ ამ სახელმწიფოებს და თქვი კიდევაც, რომ ერიც კი როგორც პიროვნებას იმ თვისებების მატარებელია ხოლმე, რაც პიროვნებებს აქვთ ეს თვისებები და ხშირ შემთხვევაში ლიდერები, ვინც არიან იმ დროს მართველები, მათი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ისაზღვრება ერის თვისებებიც და აქედან გამომდინარე არის სწორედ რომ ხანდახან არის რომ რატომ აგვაქვს ზოგს ეჩვენება ხანდახან ზედმეტად მკაცრები ვართ ხოლმე იმ ლიდერების შეფასებაში, რომელი ლიდერებიც ამა თუ იმ პერიოდში ჩვენი ცხოვრების განვითარების წარმოადგენენ ხოლმე ჩვენ სახელმწიფოს და მათი მოქმედებებიდან გამომდინარე შეფასებას აკეთებენ ქვეყნის. ხო? ამიტომ არის სწორედ რომ მნიშვნელოვანია ვინ მართავს ქვეყანას, არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში შიგნით რა მდგომარეობა, არამედ გარეთაც როცა გვაფასებენ ხოლმე, განსაზღვრავენ იმის მიხედვით, რომ ქვეყნის მართველი ისევე როგორც ვთქვათ, მეფის მიხედვით ისაზღვრებოდა, ხო? იმიტომ რომ თუ კი ძველად მეფე იყო ბრძენი, ჭკვიანი, სამართლიანი, იყო მამაცი, ხო, არ იყო მშიშარა, არ იყო პრინციპების მოღალატე და აქედან გამომდინარე ქვეყნის მოღალატე, ამის მიხედვით ფასდებოდა და პატივისცემაც მისი მიხედვით ჰქონდა მეზობელი ქვეყნებისგან, თუ ეს მეზობელი ქვეყნები იქნებოდნენ მტრულ დამოკიდებულებაში თუ მეგობრულ პარტიულ დამოკიდებულებაში, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა შეფასებაზეა ლაპარაკი, როცა ხედავ რომ უზნეო, უტვინო თავის ქვეყანას რომ დააქცევს იმ ტიპის ადამიანთან, როცა გაქვს ურთიერთობა, შენ გინდა თუ არ გინდა ურთიერთობა ცდილობ რომ შენი ქვეყანა, შენ ხო ვალდებულება შენს ქვეყანასთან, აქედან გამომდინარე, როცა ატყობ რომ იმ ქვეყანას მართავს ისეთი ტიპის ადამიანი, რომ შენ შეიძლება შენი ინტერესები კიდევ უფრო გააფართოვო, ამას ყველა ცდილობს. ეს ჩვეულებრივი რამეა და ასე ვითარდებოდა მთელი მსოფლიო. მარტო ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულ გარშემო მეზობლების იმაზე როცა ვამბობთ, რომ აი მტრეები ისტორიულად მუდმივად ცდილობდნენ მათი გავლენა გაფართოებული ყოფილიყო, დავეპყარეთ, ანექსია გაეკეთებინათ და ასე ვითარდებოდა მთელი მსოფლიო. ასე ვითარდება არა მარტო სახელმწიფოები, არამედ ადამიანების განვითარებიდან გამომდინარე ვითარდება ასე მთელი მსოფლიო და ეს ჩვეულებრივი რამეა. ამიტომ ზოგიერთ ჩვენ მეზობლებთან ქონდა შავთეთრი არის, ხო, ეს ურთიერთობების ის ვერ იტყვი რომ მარტო უარყოფითი ან მარტო დადებითია, ხო? ჩვეულებრივად არის და თანაც ობიექტურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ასეთი ფორმით უნდა შევაფასოთ, რომ ისტორიკა კი არ უნდა დაგვემართოს, ჩვენი ისტორიული მტერი და ეს უნდა გვახსოვდეს ის რაც ჩვენი ისტორია რა არის, ჩვენი გუშინდელი დღეა, როგორც პიროვნებას უნდა გახსოვდეს, ვინ სიკეთე გაგიკეთა, ვინ ბოროტება, ვინ რა დროს დაგეხმარა, ვინ რა დროს ფეხი დაგიდო, ხო ადამიანი როგორც განსაზღვრავს, ასე განისაზღვრება სახელმწიფოშიც. ხო ჩვენ სახელმწიფოს ვინ დაუდგა გაჭირვების დროს, ვინ არ დაუდგა, ვინ გამოიყენა ეს მომენტი იმისათვის რომ ასე ვთქვათ თავისი ქვეყნის ინტერესი უფრო გაეფართოებინა, ვინ საერთოდ გადაწყვიტა რომ ფიზიკურად გავენადგურებინეთ, იმიტომ რომ
მაშინ ეს ეთვლიდა და იმ დროის პოლიტიკური ასე ვთქვათ აზროვნებაში ეს ჩვეულებრივი რამე იყო. თანდათანობით ვითარდებიან ადამიანებთან ერთად ასევე ის საზოგადოებები, რომელსაც სახელმწიფო ქვია. ერთ თქვენ 200-300 წლის წინ თუ ავიღებთ, ხო, ადამიანები სრულიად უფრო მეტად მკაცრები იყვნენ ბევრ რამეში. ვიდრე შეიძლება ითქვას, რომ ახაც ასე ნუ ვიტყვით, მარტო განვითარებას თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სადღაც ანტიკური პერიოდისთვის, თქვათ, ადამიანები ბევრ რამეში შეიძლება ბევრად ჰუმანურები იყვნენ, ვიდრე თქვათ, ადრე შუა საუკუნეების, თქვათ, მე-11 საუკუნეებში. იყო ეს განსხვავებები, ხო? თანამედროვე ხედვით ბევრ რამეს უფრო სხვანაირად ვხედავთ, თანამედროვე ფასეულობები სხვანაირად ჩამოგვიყალიბდა, ხო? ბევრმა რამე მიმოქმედა, ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ჩვენი რელიგიაც იყო, რომელმაც ძნელად, მაგრამ იმოქმედა და ადამიანები შეცვალა თავიდან ბოლომდე, ხო? აი ქრისტიანული სამყაროს, რასაც ვეძახით. ქრისტიანულ სამყაროს და საერთოდ ქრისტიანულ სამყაროს კი არა მარტო, თქვათ, იგივე შეიძლება ითქვას, რომ აი მუსლიმური სამყაროც, ანუ ძველი აღთქმიდან სამი რელიგიაა, ხო? სამი ძირითადი რელიგია, თორემ მე კიდე იყოფა და იყოფა, თავთავისი დაყოფები აქვს, ასე ვთქვათ, გინდა ისლამურ სამყაროს, გინდა ქრისტიანულ სამყაროს, მაგრამ ძირითადი ხო ეს არის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, თეთრი და უკვე თეთრი რასაშიც აღარ არის, იმიტომ რომ გადავიდა და ძალიან აფრიკაშიც ვთქვათ ეს რელიგიები არის და შავ სამყაროს თუ კი ვიტყვით, მე რასისტული იმითი არ უყურებ ამას, მაგრამ რეალობა რაც არის ინდურ სამყაროში ვთქვათ არის ასევე და ძალიან ბევრგან, ასე ვთქვათ, ამ რელიგიებმა შეძლეს რომ ძალიან ბევრ საზოგადოებაში, სხვადასხვა საზოგადოებაში თავისი გავლენა მოახდინეს, აზროვნებაში მოახდინეს გავლენა. ჩვენ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამას რატო ვამბობ? აი დაწყებული იმ პერიოდის, საბჭოთა პერიოდიდან დავიწყე და დღემდე მოვედით. ჩვენც დღევანდელ სიტუაციაში გვინდა თუ არ გვინდა, ხო მე რატო გავაკეთე ეს შესავალი. ახლახანს იყო აი სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გავრცელდა რომ თურქეთში სამმა ფრაქციამ, სამმა პოლიტიკურმა, რა ქვია, ძალამ ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ და ჩვეულებრივი რამეა, ჩვეულებრივი ხდება ხოლმე ყველა ასე ვთქვათ ქვეყნების ცხოვრებაში, ამ სამმა პოლიტიკურმა ჩვენთვის რატოა საინტერესო, გამოაცხადეს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში მათი დამოკიდებულება, მათი ქვეყნის დამოკიდებულება, ესენი არ არიან ხელისუფლებაში არის ერდოღანის პარტია, მაგრამ ისინი არიან ოპოზიციაში, ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ღებულობენ მონაწილეობას და გააკეთეს განაცხადი ესეთი, რომ აფხაზეთთან მიმართებაში თურქეთის სახელმწიფომ უნდა შეცვალოს პოზიცია და რა იგულისხმება. ისინი აღწერენ იმ სიტუაციას თავისი დანახული, ასე ვთქვათ, ხედვით, რომ საქართველომ მცადა ოკუპაცია აფხაზეთის ტერიტორიის, იქ წინააღმდეგობა გაუწიეს აფხაზებმა, მოიგეს ეს ომი და მხოლოდ რუსეთმა და რამოდენიმე სახელმწიფომ აღიარა ისინი როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და მათი ასე ვთქვათ დამოუკიდებლობას მხოლოდ აღიარება ამ რამოდენიმე სახელმწიფომ მისცა. და ისინი ამბობენ, რომ თურქეთის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მათ სურვილი აქვთ იმისი, რომ მათაც აღიარონ აფხაზეთი. ნუ ამას მოყვა არაერთგვაროვანი, ასე ვთქვათ, მე ვამბობ არა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წრეებიდან, არამედ ადამიანების შეფასებიდან. არაერთგვაროვანი იყო ეს შეფასებები, განსაკუთრებით მე რატო მინდა რომ აი ეს მხარე დავინახოთ. ხო, ადამიანების ნაწილმა თქვა, რომ აი თურქებისგან მეც რას უნდა მოველოდეთ, ისინი მუდმივად ისტორიულად იყვნენ და არ ცდებიან ამაში, ისტორიულად მუდმივად ცდილობდნენ, რომ ჩვენ მათ დაქვემდებარებაში ყოფილიყავით, მათთან ურთიერთობა და იმ წლებს თუ გავიხსენებთ, რაშიც ჩვენ გვიწევდა მათთან ბრძოლა, ფიზიკურ განადგურებამდე იყო საუბარი, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ თავიანთი ინტერესები გაეფართოებინათ და ჩვენ ყოფილიყავით ჩვენი სუვერენიტეტი ფაქტიურად სამეფო გაეუქმებინათ, ეს მცდელობები იყო და ეს რეალობა იმ პერიოდის სამყაროსთვის და არა მარტო იმ პერიოდის სამყაროსთვის, ხო, დღევანდელ სიტუაციაშიც რასაკვირველია ფორმები შეცვლილია, თუმცა სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება ის რაც ადამიანის ბუნებაში დებს, აქედან გამომდინარე სახელმწიფოთა ბუნებაშიც ასევე დებს ეს, იმიტომ რომ ადამიანები მართავენ, ეს არის, ოღონდ ფორმებია, ასე ვთქვათ, ბევრი რამით შეცვლილი.
ხო, დამოკიდებულება, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისათვის ის ფორმები, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებას აქვს და მაშინ თუ კი ადამიანს თავის მოჭრა ჩვეულებრივი რამე იყო, დღეს თქვათ ამის გაკეთება შეფასებით ნაწილში მაინც ყოველ შემთხვევაში გვაქვს ესეთი რომ მკაცრად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს, ხო? ადამიანების დაწყვეტა ამას გენოციდი დავარქვით უკვე და ასე შემდეგ, ხო, ბევრი რაღაცა ასე ვთქვათ შეიცვალა. იმ პერიოდისათვის, როცა ეს უნდა გვახსოვდეს, კიდევ ამბობ, უნდა აუცილებლად გვახსოვდეს, ისევე როგორც ჩვენს სხვა მეზობლებთანაც, ასევე რთული ურთიერთობები ჰქონდა და კიდევ ამბობ, რბილ სიტყვებს ვეძებ, იმიტომ რომ მე დღევანდელი თანამედროვე გადასახედიდან უყურებ ბევრ ამას და ეს დამოკიდებულებები უფრო მეტად ჭარბობდა და იქვე გაჩნდა, რომ აი რუსეთი რომ არა, ამ შემთხვევაში რასაკვირველია თურქეთი მთლიანად წაიღებდა საქართველოს. და რასაკვირველია. და თურქეთი ისევე როგორც ირანი თulis რომ რუსეთმა წაართვა კავკასია თქვათ ირანს და წაართვა ასევე თulis თურქეთი კავკასია ირანს რუსეთმა. ისევე როგორც დღევანდელი რუსეთი თulis რომ ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ რომ კავკასია წაართვან მას უკვე. ის თulis რომ ეს მისი ტერიტორია ისევე როგორც თავის დროზე თuliდნენ თქვათ ირანი და თურქეთი რომ ეს მათი გავლენის სფერო იყო და მათი ტერიტორია იყო. ხო ამას რატო ვამბობ? ეს არის ის ობიექტური რეალობა, რომელიც მუდმივად იქნება, სანამ ვიარსებებთ და მუდმივად იყო, სანამ ვარსებობდით. ოღონდ ჩვენი ამოცანა რა იყო? ჩვენი ამოცანა მაშინაც იყო და ჩვენი ამოცანა ეხლაც არის, რომ ინტერესების ეს დაპირისპირება, რომელიც ბუნებრივად არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ცდილობს რომ განვითარდეს. თუ ორგანიზმი განვითარებას არ ცდილობს, მაშინ ის ბუნებრივად იწყებს ჩართვას იმაზე, რომ მაშინ სხვამ არ შეჭამოს და თავისი განვითარება იმ ფარგლებში მოაქციოს და მაქსიმალურად ძლიერად იყოს, რომ სხვისგან აიცულოს გადაყლაპვის საფრთხეები, ხო? ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, მცენარიდან დაწყებული, რომელიც ყველაზე ნაკლებად აგრესიულია, ხო, მცენარეს ასე ვუყურებთ ჩვენ, მაგრამ მცენარეებიც საკმაოდ აგრესიულები არიან, იმიტომ რომ სინათლის თქვენ ბრძოლაში ისინი სხვა მცენარეებს ანადგურებენ. ეს ჩვეულებრივი მცენარეზეა ლაპარაკი, აღარ არის სხვა დანარჩენ უფრო რთულ ცოცხალ ორგანიზმებზე საუბარი, ხო? ასევე ადამიანიც. ადამიანიც ასევე ცდილობს, აქედან სახელმწიფოც ასევე ცდილობს და ჩვენც გვაქვს ასე გაკეთებული. როცა ძლიერები ვიყავით და როცა შეგვეძლო რომ გავლენა ჩვენი გაგვეფართოებინა, ჩვენც ასევე ცდილობდით ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში, რომ ჩვენი გავლენა მაქსიმალურად დიდი ყოფილიყო. და ასეთი პერიოდებიც ქონია. ხო, როდესაც ჩვენ ვამბობთ არუბანდიდან და რას ნიშნავს, ხო? ასე რა ქვია, ჩრდილოეთი იქნებოდა თუ მე სამხრეთის მიმართულება იქნებოდა, თუ აღმოსავლეთის მიმართულება იქნებოდა, ყველგან ვცდილობდით იმას, რომ გავფართოებულიყავით და ჩვენი გავლენა გაგვეფართოებინა. იყო ხშირად შემთხვევები, როდესაც სომხეთი მაგალითად ჩვენი გავლენის სფეროში. აზერბაიჯანის, ასინ აზერბაიჯანი არ იყო, შირვანის სამეფო იყო, ასევე თქვა ჩვენი გავლენის სფერო იყო. ტრაპიზუნის სამეფომდეც კი ჩვენი გავლენის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი ერთეული იყო ეს ბიზანტიასთან ურთიერთობას რაც შეეხება. ანუ ჩვენც როცა შეგვეძლო, ხო, მუდმივად ვცდილობდით ჩვენი გავლენა გაგვეფართოებინა. ისევე როგორც ხლა კარგია ის სამშობლოს არ ვისწავართმევთ, ნურსნურმინ შეგვეცილება, გასაგებია გადასარევი, ასე ვთქვათ, შიდა мотиваციისთვის არის და ამიტომ ასეთი ტიპები ვართ ჩვენ, მაგრამ სინამდვილეში ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ არავის სამშობლოს არ ვართმევდით, მაგრამ ჩვენი გავლენას თვლიდით და ეხლაც თვლით, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ, როდესაც სომხეთზე გავლენა ჰქონდა, გადავარჩინეთ, იმიტომ რომ უფრო დიდი საფრთხეები ელოდებოდა და ამიტომ, ასე ვთქვათ, ჩვენს გავლენაში მყოფი გადარჩა, იმიტომ რომ მეზობლური ურთიერთობა ჰქონდა, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამ შემთხვევაში იგივე ტრაპიზუნის სამეფოზე როცა ვლაპარაკობ, გავლენა ჩვენი ძალიან დიდი იყო, ფაქტიურად ჩვენ ვნიშნავდით მათ მართველებს და ჰქონდა ეს პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდაც ნაბრძოლველი ვართ ჩვენს საზღვრებს გარეთაც. როცა ძლიერები ვიყავით, ჩვენს ტერიტორიაზე არ ვომობდით. ჩვენ როცა ძლიერები ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, იმიტომ რომ ომი შენს ტერიტორიაზე როცა ხდება, ნუ ამას ალბათ ყველა ხვდებით. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ გინდა არ გინდა, შენი ტერიტორია რთულ მდგომარეობაში
შემთხვევაშია, ხო? იმიტომ რომ ის ბრძოლა, სადაც როცა შენს ტერიტორიაზე, იგი ნიშნავს, რომ აგრესორია შემოსული შენს ტერიტორიაზე და შენს ტერიტორიაზე როცა გაქვს საბრძოლო მოქმედებები, საბრძოლო მოქმედებებს კარგი არაფერი არ მოაქვს, ყველა ვიცი ინგრევა, ბრძოლა, ეხლა მასშტაბები დიდია, მაგრამ არც მაშინ არ იყო ნაკლები, მართალია артиლერია და ის ნაკლებად იყო და მგრევის და იმის ნაკლები იყო, მაგრამ ის რომ ხოცვაჟლეტა მიდიოდა და იმისი, რა ქვია, სოფლები, რომლებიც მის გარშემო იყო, ჯარს ელემენტარულად რომ ეჭამა, როგორც საკუთარ ჯარს, ისე მოწინააღმდეგის ჯარს ნიშნავდა, რომ ვის კისერზე გადადიოდა, ხო? არსებული მოსახლეობის კისერზე. ანუ ყოველთვის ცდილობდა, მაგალითად, ბასიანის ბრძოლა იქნება ეს თუ შამქორით, ცდილობდით, რომ გარეთ გაგვეტანა ეს ბრძოლა. რომ გარეთ მტერს დავხვედროდით არა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ ჩვენი ტერიტორიის მიღმა. ესეც ჩვეულებრივი რამე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ეს განცხადებები მიდის, გასაგებია თურქეთმა და სხვათა შორის ერდოღანმა მოახერხა და უნდა ვხედავდეთ ამას, მოახერხა ის, რომ ურთულეს პირობებში, ხო, ნატოს წევრი ქვეყანა, ხო, რეალობას რო შევხედოთ, ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრი გახადეს, არა იმიტომ, რომ იქ მაღალი დემოკრატია იყო, არა იმიტომ, რომ იქ მაღალი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები იყო, არამედ მათ ჭირდებოდათ საბჭოთა კავშირთან, საზღვართან ყოლოდათ სამხედრო ტრადიციის მატარებელი, იმიტომ შემთხვევით არ იყო შერჩეული და სხვათა შორის თურქეთს, ანუ ადრინდელ ოსმალეთსაც საკმაოდ კარგად ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ ისლამურ სამყაროში ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ ევროპიდან ბევრი რამე გადმოეღოთ. მართლობის წესი არ გადმოქონდათ, თორემ ბევრი რამ, მაგალითად დაწყებული, თქვათ, ჯარის შენაერთები, ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს, თქვათ, ევროპელების მოწვევა და ევროპული სამხედრო ისინი ყავდათ, ექსპერტები ყავდათ, ევროპული ყაიდაზე სამხედრო შენაერთებს ზუსტად ისე ალაგებდნენ, იმიტომ რომ ნახეს, რომ ბრძოლის იმაში, რა ქვია, საბრძოლო მდგომარეობა როცა ჰქონდათ ევროპასთან და ომობდნენ, ნახეს, რომ უპირატესობა ჰქონდათ და ჭკვიანი ხალხია. ჩათვალეს, რომ ახალი რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, აგერ არის მოგონილი, ხო? მოდი ეს მოგონილი ავიღოთ და ასევე ჩვენი მოწინააღმდეგის საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ. და პირდაპირ გადმოჰქონდათ ბევრი რამ. ასევე ბევრი განათლების სისტემაში იქნებოდა ეს, ძალიან ბევრი რამ კულტურაში იქნებოდა, სწრაფად აითვისეს. და აქედან გამომდინარე, კარგი ნიადაგი იყო იმისთვის, რომ ნატოს, ასე ვთქვათ, მიეღო თურქეთი როგორც ერთ-ერთი საპირწონე საბჭოთა კავშირის შესაკავებლად ახლო აღმოსავლეთში. და აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ საუკეთესო შეიარაღება, რომელიც ნატოს ჰქონდა, საუკეთესო ტექნოლოგიები, რომლებიც ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ამას რატო ვამბობ, აი თურქეთი უცბად აღმოჩნდა, წარმოიდგინეთ, უკრაინის ომის წინა პერიოდი. და თურქეთმა მოახერხა, რომ კონფლიქტში არ შევიდა რუსეთთან. მან არა მარტო მოახერხა, რომ კონფლიქტში არ შევიდა, არამედ გამოიყენა ეს კონფლიქტი და თანაც ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ თურქების ბაირახტარები უკრაინას მიეწოდებოდა, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ იყენებდა. იმავდროულად რუსეთიდან ხაბად გადაიქცა როგორც ხორბლის, ასევე ენერგომატარებლების. ანუ თურქეთმა ეს მდგომარეობა გამოიყენა იმისთვის, რომ მას თავისი ინტერესები გაეტარებინა. და ეს ინტერესები ხშირ შემთხვევაში აცდა თავის პარტნიორების და გახსოვთ კიდევაც, თქვენ ერთი პერიოდი ინფლაცია იყო დიდი, იმიტომ რომ ამერიკელებმა ნახეს, რომ თურქეთმა როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, ხო, ბევრ რაღაცაში მისი ინტერესები არ გაატარა, ისე როგორც მათ წარმოედგინათ, რომ უნდა გაეკეთებინა. და მათ დაანახეს, რომ ისინი საკმაოდ ინდივიდუალურები არიან, მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამ ინტერესებს მუდმივად ითხოვენ, რომ შესრულებული იყოს. და ეს შეძლეს რასაკვირველია პირობებიდან გამომდინარე. და მე ხშირად მithქვია კიდევაც, რომ მას მერე რაც დაპირისპირება, რომელიც წარმოიშვა ყოფილ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს რუსეთს შორის, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ ის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა და აქედან გამომდინარე, მისი რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, ასე ითხოვდა ყველაფერს დანარჩენი მსოფლიოსგან, რადგან უთხროს, რომ ესე არ არის. ის საბჭოთა კავშირი იყო, სრულიად სხვა სიძლიერის ეკონომიკა ჰქონდა, სრულიად სხვა სიძლიერის სამხედრო, დემოგრაფიული და მოკლედ ყველა პარამეტრებით ის საბჭოთა კავშირი იყო და სხვა რამე იყო. შენ სხვა რამე ხარ, ხო? და აქედან გამომდინარე, ახალი რეალობა და ახალი გადანაწილება იყო საჯარო მსოფლიოსში. და ფაქტობრივად ეს პროცესი დაიწყო და ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ მესამე ძალა, რომელიც შემოვიდა, ეს იყო ჩინეთი.
და ჩინეთმა ადრეც კიდევ ამბობ, აი ვიმეორებ ხოლმე ცოდნის დედა გამეორება, ჩინეთმა ითამაშა ყველაზე სწორი ალგორითმი. როცა ორ მოწინააღმდეგეს შორის შენ მესამეს გაქვს არჩევანი გასაკეთებელი. ან არის არჩევანი, რომელიმეს მხარეს დგები და ორი ერთს ანადგურებთ და მერე დგება შენი საკითხიც, იმიტომ როგორც კი ორი ერთს გაანადგურებთ, მერე თქვენ ორნი დარჩი და უკვე ნიშნავს, რომ თქვენ ორ შორის უნდა იყოს, ხო? ჩვეულებრივი კიდე ალგორითმის სიცოცხლის განვითარების. ამიტომ ჩინეთმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ის არც ერთ მხარეს არ დადგა. უпростоრად სუსტის მხარე დაიჭირა რაღაცა მომენტში, თუმცა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს მისი ასე ვთქვათ, ბოლომდე ის პარტნიორია, რომელიც რამე რო იყოს მას ჩაყვება რაღაცაში. არა, მას თავისი ინტერესი აქვს. თავისი ინტერესი აქვს და ამან მიცა დანარჩენ მსოფლიოს საშუალება იმისი, რომ თურქეთსაც თავისი თამაში ეთამაშა. და თურქეთი თუ თავის თამაშს თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ ყველას ცალ-ცალკე ეძლევა საშუალება და მათ შორის საქართველოსაც ეძლევა საშუალება იმისი, რომ თავისი ინდივიდუალური თამაში ითამაშოს. ოღონდ ამ ინდივიდუალური თამაშისთვის, ხო, ერთის მხრივ ვიღაცა ეთქოს, რომ აი დაახლოებით ოცნება ხო ამას გვთავაზობს. ხო, დღევანდელი ხელისუფლება გვეუბნება, რომ აი მე მინდა ჩემი სუვერენიტეტი. არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არავინ ჩემი სუვერენიტეტი მაგ არც რუსეთი, აი რასაც მინდა იმას გავაკეთებ. და აი მინდა რომ ჩემი ქვეყანა გამომდინარე რა პრინციპებიდან გამომდინარე ცალკე თემაა, მაგრამ მინდა რომ ჩემს ქვეყანაში მე როგორც მინდა ისევ მართო და ყველას ნაკლებად კონდეს გავლენა. ხო, თითქოს საკმაოდ ნორმალური რამე. მაგრამ რატომ მოვაყოლე, რომ თურქეთმა მოახერხა იმ გარემოებებიდან გამომდინარე ის თამაში ეთამაშა, რომელმაც მას ამ მომენტისათვის წარმატება მოუტანა. ჩვენ როცა ამას ვამბობთ და როცა ჩვენ ეს გვინდა, ამისთვის გარშემო პირობები ზუსტად ისეა გათვლილი და ზუსტად ისე ვიყენებთ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია? ამ კითხვას რატო ვსვავ? ხო, იმიტომ რომ ყველა მეფეს საქართველოში ალბათ ეს ჰქონდა ეს იდეა. იმიტომ რომ ყველა მეფე მიცოდა, მით უმეტეს ბაგრატიონთა დინასტიას თუ ავიღებთ და 1000 წლოვანი დინასტია, ერთი ოჯახი მართავდა 1000 წელიწადი, ხო? აქედან გამომდინარე იმ ოჯახმა როგორ არ იცოდა, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთ ოჯახში იზრდებოდნენ ის მეფეები, კაცო. ერთი ოჯახი იყო და ახალი რაღაცა, ვთქვათ, ვიღაცას მისი, რა ქვია, ისტორიის წაკითხვა რო არ ნდომებოდა და არ ყვარებოდა და თავის ისტორია არ ცოდნოდა, აქ ბავშვობიდან ამას ეზიარებოდა და ასე იზრდებოდა. და აქედან გამომდინარე ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ყველა ამას ცდილობდა, მაგრამ ვინ როგორ გამოიყენა? მხოლოდ რამოდენიმე მეფეა, რომელმაც შეძლო. ერთის მხრივ დაცვა საქართველოსი კარგად, მეორეს მხრივ არათუ დაცვა, არამედ იმ არსებული გარემოების კარგად გამოყენება და პირიქით დაცვიდან განვითარება და გაფართოება თავისი გავლენების მოახერხა. ანუ გარემოებებიდან გამომდინარე რას ახერხებ ამაზეა და თორე სურვილები ყველას აქვს. კიდე გეუბნებით, მე არ მჯერა, რომ არც ერთი ჩვენი მართველი, რომელიც თუნდაც ჩვენ ვისაც მოვესწარით, რომ იმდენად ბოროტი იყო, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოდიოდა, ფიქრობდა იმას, რომ დავაქცევ ახლა მე ამ ქვეყანას, ამ ხალხს გავაღარიბებ, ამ ქვეყნიდან გავაქცევ საერთოდ, როგორც მინდა ისევ მართავ, მარტო მე გავმდიდრდები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ტერიტორიებს დავთ. არავინ ამას არ ფიქრობდა. არც ერთი არ ფიქრობს ამას. არც ერთი ადამიანი, იმიტომ რომ თუ ამას ფიქრობს ადამიანი და ჩვენ ამას მაინც ვირჩევთ, ეს მაშინ ჩვენ რა დღეში ვართ, ხო, ქართველები და რა ადამიანები ვართ, აქედან უნდა ამოვიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ მოვყვავს, ხო, ეს ხალხი. ვიღაცა თქვენ ჩვენ რა მოვყვავს, ჩვენ ვინ გვეკითხება, იმიტომ რომ დღევანდელ ყველაზე ცუდ საარჩევნო გარემოში, აი ხლა რაც საარჩევნო გარემო, ეგეც საქართველოს არ ქონია არასდროს. არა, კომუნისტების დროს არ ყოფილა ესეთი გარემო, კომუნისტების დროს პირიქით ყველაზე შეიძლება ითქვას ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, როცა ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. იმის მერე სულ მიდის და ვითარდება ის იქითკენ რომ ხელისუფლებაში მოსულს აღარ სულს ხელისუფლებიდან წასვლა და აქედან გამომდინარე საარჩევნო გარემო აუარესებს და ამან ბოლოს იქამდე მიიყვანა რომ საერთოდ არჩევნების ჩატარებას აზრი აქვს თუ არა აქვს უკვე ამაზე მიდის მსჯელობა საქართველოში და მიუხედავად ასეთი საარჩევნო გარემოსა გეუბნებით რომ მაინც ჩვენ გვეკითხება თუ ყველა ავდგებით და გამოვალთ და მას რა ქვია არჩევნებს ჩავატარებთ ისე რომ ყველა გაერთიანებული ადამიანების ეს რაოდენობა დადგება და ფორმები ამისი არსებობს ნებისმიერს მოუგებ ჯარითაც რო გამოვიდეს იმასაც მოუგებ იმიტომ ჯარი ვერ ესურის საკუთარ მოსახლეობას და პოლიცია ვერასდროს ვერ მოერევა საკუთარ მოსახლეობას
ჯარი იმიტომ მოერევა რომ ეს ჯარი შექმნილი იმიტომ არის რომ სხვა ქვეყნის რო შემოდის იმას უნდა გაუმკლავდეს და თავისას თავის პოლიციაც რო არ იყოს მის მხარეზე პოლიციასაც მოერევა უშიშროებასაც მოერევა და ჯარი მოერევა იმიტომ რომ კიდე გეუბნებით იმიტოა შექმნილი რომ სხვა ქვეყნის რო შემოდის უფრო ძლიერის აი ის დაიცვას და თავის ქვეყანა გადაარჩინოს და აქედან გამომდინარე ნებისმიერ შემთხვევაში თქო თუ ადამიანი ჯარსაც კი მოერევა იმიტომ ის ჯარი საბოლოო ჯამში საიდან არის რომ იმის დედა მამა იქ რო დგას წინ მიტინგზე და იმისი ოჯახის წევრი ბიძაშვილი და იმას ვერ ესურის ჯარი ვერ ესურს ამიტომ ჯარს ვერ იყენებენ ამ საქმისთვის იშვიათი შემთხვევებია როდესაც ჯარი იყო გამოყენებული საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ უიშვიათეს შემთხვევები და ისიც მე ბოლოს მაინც არ დამთავრდა არსად კარგად ისტორიას თუ გადავხედავთ იმიტომ რომ სამხედრო დიქტატურები რომ მოვიდა იმ ჯარსაც აჯერებდნენ რომ ეს დიქტატურა იმიტომ გჭირდება რომ გადავარჩინოთ ქვეყანა რაღაცისგან და მე რო აღმოჩნდებოდა არც ერთი დიქტატურა გახედეთ ისტორიას ნახავთ რომ არც ერთი ვინც ესე მოვიდა ბოლოს კარგად არ დაამთავრა არავინ იყო რამოდენიმე 20 წელიწადი იყო ზოგი მეტი ზოგი ნაკლები მაგრამ ასე დამთავრდა ყველგან აქედან გამომდინარე გეუბნებით რომ თურქეთმა მოახერხა ჩვენ ვახერხებთ ჩვენ როცა მტრად გადავიკიდეთ გარშემო სუყველა მოახერხეთ რა ესა იმიტომ რომ ყველას აგენტს ვეძახით ყველა ვინც კი ქართული ოცნების მოწინააღმდეგეა აგენტია ზოგი აგენტია ამერიკის შეერთებული შტატების ზოგი აგენტია ევროკავშირის ზოგი აგენტია რუსეთის ზოგი აგენტია რა ვიცი ყველას აგენტს როცა დაარქმევ უნდა ამდენი გესმოდეს ხო ხელისუფალი როცა ხარ ამას მე კიდევ ვამბობ რომ ადამიანებს ელემენტარულ რაღაცებზე ახლა ლაპარაკი რომელიც ნებისმიერს ახლა ვინც მისმენს არ ჭირდება ამას უმაღლესი განათლება არ ჭირდება ამას დიდი გონიერება პოლიტიკოსობა მარტივ რაღაცებზე ვლაპარაკობ ხო როცა აგენტი ნიშნავს იმას რომ ორ სახელმწიფოს შორის ისევე როგორც ორ ადამიანს შორის ურთიერთობა თუ კი ნორმალური ურთიერთობა აქვს წარმოიდგინეთ მეზობელთან გაქვთ ნორმალური ურთიერთობა ამ ნორმალურ ურთიერთობებში თქვენ არ გჭირდებათ ვიღაცა აგენტი რომელიც იმ შენი მეზობლის ამბავს ჩუმად მოგიტანს ანუ მეზობელი გატყვილებს როცა გეუბნება მეზობელი რომ მე შუქი არ მაქვს და გუშინ შენ გქონდა თუ არა გატყვილებს ამიტომ აგენტი გჭირდება რომ გაიგო იმიტომ რომ ის მამატყუარა და აგენტის მეშვეობით ამას ახერხებ და მოაქვს ეს ამბავი როცა გეუბნება რომ მე გუშინ პურის ფულიც არ მქონდა ამ დროს კარგი მცხოვრება კარგი მისა აქვს და რაღაცას გატყუეს და ამიტომ გჭირდება ვიღაცა რომ გაარკვიო მე მართლა გაწვე სიტყვა ანუ შენ ისეთი ურთიერთობა გაქვს შენ სამეზობლოში რომ მათ აგენტები ჭირდება და ყველას ატყუებ რაღაცაში ყველაფერში იტყუები არც ერთ ადამიანს არ ჯერავ შენი ამიტომ ის ცდილობს რომ აგენტის მეშვეობით გაარკვიოს მართლა რა ხდება შენს ქვეყანაში ეს ხო ამას ნიშნავს აგენტი შეიძლება კიდევ იმისთვის აკავს რომ შენს შიგნით რაღაცა გაგიფუჭოს ხო იმიტომ რომ იმაში რა ქვია ოფიციალურად გაქვს ნორმალური ურთიერთობა მაგრამ არაოფიციალურად მას აგენტები შემოყავს ფულს უხდის იმ აგენტებს იმისათვის რომ დაგამხოს იმისათვის რომ ეს იმას ნიშნავს ყველას მტერი ხარ კიდე გეუბნები ყველას აგენტი დაჭერილი ხავთ კაცო იმას არასამთავრობო ორგანიზაციებს საიდან შემოსდიოდათ ფული ვიცით ხო რატო შემოსდიოდათ დავანებოთ თავი ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოწონს მე ვფიქრობ რომ თუ ჩემს ქვეყანაში ფულს იმაში დებენ და ფულს დებენ იმიტომ რომ განვითარდეს საზოგადოება სახელმწიფოსგან განსხვავება სახელმწიფო ამაში ფულს არ ეხდის არასამთავრობო ქვია ანუ სახელმწიფოსგან თავიდანვე ნიშნავს რომ თუ ფულს შენ არ ეხდი იქ შენ არაფერი არ გესაქმება ხო იმიტომ რომ ფულს იხდი რესტორანში საჭმელი მოაქვს ფულს უხდი რესტორანში მუსიკას უკრავს ფულს უხდი იმას რა ქვია თანამშრომელს ის რაღაცას გიკეთებს ფულს თუ არ უხდი ხო ის ადამიანი და სხვა თუ უხდის ფულს ესე იგი განსხვავებულ რაღაცას აკეთებს ამას ეს 2x2 4-ია არასამთავრობო თავისთავად ნიშნავს ამას რომ მას თავრობასთან რაღაც განსხვავებული კეთება აქვს გადაწყვეტილი ბოროტება და რატო რას აკეთებდნენ ადამიანების მომსახურება აი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო ესეთი ხო ადამიანებს რომელთაც საშუალება არ ქონდათ რომ დაექირავებინათ ადვოკატი არა და სასამართლოში აქვს საქმე მიდიოდი ამ ადამიანებს უყვებოდი შენ გაჭირვებას და ამ ადამიანებს ვიღაცა ფულს უხდი და სახელმწიფო არ უხდი და ამიტომ სახელმწიფოსთან დავის შემთხვევაში რასაკვირველია მათი იურისტები მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ დაეცვათ თავიანთი კლიენტი ცუდი იყო თუ კარგი იყო დაეცვათ მედია საშუალებ და ასე შემდეგ ანუ სახელმწიფო რასაც ცდილობს ამას ნიშნავს არასამთავრობო ოღონდ მათ თავიანთ ინტერესებიც ჰქონდათ რაღაცებში რომელიც შეიძლება ყველა ქართველს არ მოწონდეს და ბუნებრივი რამეა და რატომ ხდება ეს საქართველოში ბიზნესი გინახავთ რომ ფულს დებდა
იმაში არასამთავრობო ორგანიზაციაში. ფულს დებდა არა სახელმწიფო პოლიტიკურ ძალებში, არა. ეს ბიზნესი, რომელსაც არც კარგი ეწყინოთ პატივცემულებო, ვინც ბიზნესმენები ხართ, მაგრამ მე მქონია შემთხვევები ჩემს სამეგობრო წრეშიც და მithქვია, როდის მე ჩაგედვია ფული და არა და არც არასდროს არ ჩავდებ. და მაშინ რატო გიკვირს, რომ სხვა რომ დებს და სხვა რახან იხდის, მას თავისი ინტერესებიც აქვს. ჩვეულებრივი რამეა. შენ არასდროს ფულის ჩადებას არ აპირებ ამ საქმეში. ის ვინც აი ხელისუფლებაში რომ მოვა, მე თუ მომწველის და წამართმევს ძალიან, ვიჭიჭყინებ ცოტას და გამიხარდება, მე თუ არ იქნება და თუ არა და რას იზავ ახლა, თუ არ წამართმევს, ხო ვიქნები რა ჩემთვის რა, სადაც მინდა იმაში დავხარჯავ, მაგრამ არ ჩავდებ. არც მეცნიერებაში ჩავდებ, არც იმაში, რა ქვია, თავისუფალი მედია საშუალებები რო არის, იმაში არ ჩავდებ და ასე შემდეგ. მაშინ სხვები დებენ ამას. შენს მაგივრად და თან იმაზეც გაბრაზებული ხარ, რატო დებენ, ხო? დამოკიდებულება შეხედე. და რამდენად მართლები ვართ ამ ყველაფერში, ამასაც უნდა შეხედო. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის რა ქვია, ორგანიზაციები, რომლებიც ასე იქცეოდნენ, სავსებით ბუნებრივი იყო. და სავსებით ბუნებრივად იქცეოდნენ, ისე როგორც იქცევიან. და შენ, როდესაც მათ აგენტს დაუძახებ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სულ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც აქ ფულს დებდა, შენი მოწინააღმდეგეა. ახლა ჩვენს აი აქ ეთერში იჯდა კაცი, რომელსაც ორი სახელმწიფოს აგენტობას ერთად აბრალებენ. ანუ რეალურად და არ არის ეს ევროპული ქვეყნები, ხო? ყველა ხვდებით, რომ რუსეთი და მგონი ირანზეა ლაპარაკი. ანუ იქაც რუსეთთან და ანუ არ დარჩა სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ დაძაბული ურთიერთობა არ გვაქვს. და აქედან გამომდინარე, შენ როდესაც ამას ესე ფიქრობ და ესე აკეთებ, რომ ყველგან აგენტურაა, შენ გააქვს იმისი საშუალება, რომ გამოიყენო ის დაპირისპირება, რომელიც ხვალდაზექ რუსეთის მეშვეობით და რუსეთმა გამოაცხადა და ხარი დაუჭირა და მანამდე პირდაპირ სამხედრო ჩარევით იყო ჩართული აფხაზეთში. ეს ყველამ ვიცით. და მისი დამოუკიდებლობა სწორედ რუსეთის ინტერესებში იყო შენი დასუსტების გამო და მთელი რიგი ასე ვთქვათ ინტერესების კონფლიქტის გამო. ხვალდაზექ ჩანს, რომ რუსეთი კავკასიაში სუსტდება. თურქეთი ძლიერდება კავკასიაში. და აქედან გამომდინარე, როცა ის ფრაქცია ამას აკეთებს, რაღაცაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ რასაკვირველია თურქეთის ხელისუფლება ამას არ იტყვის. იმიტომ თურქეთის ხელისუფლებას თავად აქვს ტერიტორიული და ეთნიკური პრობლემები თავისივე ტერიტორიაზე. ირანიც ამას ესევე ოფიციალურად რასაკვირველი არ იტყვის, იმიტომ რომ ირანსაც შეიძლება მსგავსი რამე ქონდეს, იმიტომ რომ მრავალეთნიკურია და აქედან გამომდინარე, მასაც შეიძლება შეექმნას ეს პრობლემები. თურქეთსაც ეს ჩვენ აზიურ ქვეყნებზე ლაპარაკი. ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობა და ევროპასთან ურთულესი და დაძაბული გვაქვს, გითხარით კიდევაც. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული გვაქვს. აქედან გამომდინარე, როდესაც ყველასთან დაძაბული გვაქვს იმათთან, ვისაც ამ ქვეყანაში, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონში სურს გავლენის გაფართოება. და რის იმედზე ვართ, ეხლა კი მართლა და მინდა რომ დავამთავრო კიდევაც, მე ამ შემთხვევაში ოცნების მხარდამჭერებს გეკითხებით. და იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ქართული ოცნებაა. მოითმენთ უშუქობას და უკვე რამოდენიმეჯერ რო ჩაქვრა, ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, კარგი ეს ვისი ბრალი იყო და მისი, რა ქვია, ერთი მოხსნეს, იმიტომ რომ თითქოს მისი ბრალი იყო და ეხლა გვეუბნებიან რო ჩაქვრაო, ესო საერთოდ რაღაცა ცდას ვატარებდითო და გაგება გვინდოდა ექსპერიმენტი და ამიტომ გამოირთო. ანუ რატო ირთვება არ ვიცით. ხო, დღემდე ქვეყანას ყოველ ჩვენ არ გვეუბნებიან რატო ირთვება და ვინც ალბათ უნდა იცოდეს, წესით ალბათ იცის. ალბათ იცის. წესით მე ესე ვფიქრობ, უნდა იცოდეს. და ერთ დღესაც რომ მოუნდეს, აი ყველას აგენტები რო არიან, რომ იმ ქვეყნებს რომ მოუნდეთ, რომ ჩვენ ენერგომატარებლები ერთ დღეს გაგვეთიშოს. ეს მაინც მოითმენთ არა, მთავარია იმას ივანიშვილს არ შესწივდეს, შუქი კონდეს და ქართულ ოცნებას თორე. ჩვენ შიმშილსაც მოვითმენთ, უშუქობასაც მოვითმენთ, უგაზობასაც მოვითმენთ. ან ვიღაცა მეტყვის რომ რას ქვია გადაგვიკეთოს, მაშინ ავდგებით და ბაქო ჯეიხანი, რომელსაც საინტერესოდ ჩვენ უკვე დავთმეთ კიდევაც იმ ბაქო ჯეიხანის მილსადენებზე, ჩვენი წილი და ასევე კიდე გაუნებით. ეს ყველაფერი ემთხვევა ხანდახან ერთმანეთს ძალიან ბევრი რამე და მე არ ვამბობ რომ ეს ყველაფერი გინდა თუ არა ვიღაცის მიერ დაგეგმილია, მაგრამ და რომ იმას რა ქვია, გამორთვაც რომ მოგვინდეს
როგორ ფიქრობთ, შეიძლება თბილისი არ აიღონ, კიდე პატივი გვცენ, მაგრამ იტყვიან, რომ ჩვენ გავაკონტროლებთ და შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა რამესი? ადგებენ და გააკონტროლებენ და გააკეთებენ. და თუ ძალიან ჭკვენად არ მოიქცევით, არც თბილისის აღება არ უჭირთ და მოიცა, რუსი ჩაერევა მეტყვის ვიღაცა, აკი ქართული ოცნება მშვიდობა რუსი რო არ ჩარეულიყო და აქ არ შემოსულიყო და კავკასიაში ომი არ ყოფილიყო, ეს იყო ჩვენი მიზანი. თუ ჩვენს წინააღმდეგ თუ არ იომებს რუსი, ისე რომ რუსი შემოვა სხვის წინააღმდეგ, ეგ კარგი და ნორმალურია? და ამ წუთას გეუნებოდით შამქორზე და ბასიანზე რატო გავდიოდით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარიყოს ყველაფერი. ანუ ომის აცილებას, ის რასაც ჩვენ ქართულ ოცნებას ვუმადლით, თუ ეს ყველაფერი მაინც უნდა მოხდეს აქ. მაშინ რას ვუმადლით და რატომ მოახდინა? და სხვათა შორის ახლა ჩემს იმაზე რა ქვია წინამორბედები ის იყო კლიპები გადიოდა და კიდევ ალბათ ბევრი გავა. ჩვენ მოღალატეს რატო ვეძახით სააკაშვილს? სურვილი რო ქონდა, იმიტომ კი არა. რა მივიღეთ შედეგად? რისი სურვილი ქონდა არ ვიცი. რა, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული რა ქონდა არ ვიცი. მაგრამ შედეგი ის დადგა, რომ ტერიტორიები, რომლებიც რასაკვირველია კონფლიქტურ სიტუაციაში იყო და იმას არ ვიტყვი, რომ ზუსტად მან ადგა და მხოლოდ მისი ბრალია რო დაიკარგა, მაგრამ ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ის რაც კიდევ ზედმიაყოლა და მართლა მან დაკარგა. ხო, ეს ტერიტორიებზეა ლაპარაკი, რომელიც მანამდე არ იყო იმ კონტროლ ქვეშ, რომელსაც იმ კონფლიქტამდე, აგვისტოს ომამდე რუსია კონტროლებდა. ეს ყველაფერი ხომ მოხდება და ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ხვალ და ზეგ ქართული ოცნება, რომელსაც ჩაფიქრებული რა ქონდა და როგორ უნდა გადავერჩინოთ კი არა, შედეგობრივად რა დადგება. ამაზე ხო გვაქვს საფიქრალი და თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც ხმას აძლევთ. რომლებიც ამბობთ, რომ ქართული ოცნება უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ სხვა უკეთესი არავინ არ არის. ამაზე იფიქრეთ. ამაზე იფიქრებთ და მოდით იმის აზრზე, რომ თანდათანობით თქვენ გეყრდნობათ და ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს და არ მიყავთ ქვეყანა, არ მიდის ქვეყანა იქ იმ გზაზე, რომელ გზასაც სამშვიდობო გზა ქვია. არ მიდის ქვეყანა გაერთიანებაზე. ჩვენ შეიძლება შეგვეცვალოს გუშინდელი პატრონები და გუშინდელი გავლენის ქვეყნები, ახალი გავლენის ქვეყნება, თქონთ თლად ისი არა, ყველაზე ჰუმანური გავლენის ქვეყნები, იმიტომ რომ ჩვენს ისტორიაში ესე იყო ყოველთვის. ჩვენ ყავდა ჩვენ შერჩევა შეგვიძლია და ვთქვათ, ოსმალები, ირანი, არაბები, რუსები, სად რომელი უკეთესია და ეხლა შანსები იმისი, რომ მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ ოკუპაცია გაგვიკეთოს, მაგრამ გავლენა სად უფრო, სადაც გვეუბნებიან, რომ არ გიშვებ, აქ რომ შემოხვიდე, ასეთი უნდა იყო. დავარცხნილი, დაბანილი ეკონომიკა, სამართალი, ეს და სად გვირჩევნია? ყოფნა ამაზე ვიფიქროთ. თორე ის რომ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნები და როგორც მინდა, რასაც მინდა გავაკეთებ, ეს ზღაპარი ეგ დაივიწყეთ. სოფლიოში ეგეთი კუთხე შეიძლება ანტარქტიდაზე არსებობდეს და არქტიკაში, იმიტომ რომ იქ ადამიანები არ არიან. და ვინც იქ ჩავა, იქ როგორც უნდა, იმ თავის ტერიტორიაზე, სადაც ის აკონტროლებს, ის როგორც უნდა ისე მოიქცევა. იქაც საზოგადოება ალბათ რაღაც გარკვეულწილად მაინც ანგარიშს უნდა გაუწიოს. თორე სოფლიოში ეგეთი ადგილი, რასაც მინდა გავაკეთებ, არსად არ არის გამონაკლისების გარდა, როდესაც შეთანხმდნენ, რომ ერთი ტომია, რომელსაც ადამიანები რომ მიდიან, კანიბალები არიან და დაანებეს რა თავი რა, თქვენს რომ ამათ არც განვითარება უნდათ, არც არაფერი და იყოს თავისთვის. ერთი არსებობს, ერთი ტომი არსებობს და არეკარებიან და იყვნენ რა, ჩაუყრიან თუ უნდათ საჭმელებს რაღაცას, თუ მოკიდებენ ხელს და წაიღებენ, რომ თვითონ არჩევენ ამასაც. ასე თუ გვინდა ვიცხოვროთ, არ ვიცით, დანარჩენ შემთხვევაში კიდე გეუბნებით. ესე რომ მე რასაც მინდა გავაკეთებ და თან მით უმეტეს სადაც ცივილიზაციათა თანხვედრაა, ეგ ტყუილია. კარგით, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, დრო ყოველთვის არ ყოფნის ხოლმე, როგორც ყოველთვის და ვეცდები დიდი ბოდიში რომ გადავაცილე, მაგრამ ავით მე ვფიქრობ, რომ საინტერესო თემაზე ვლაპარაკობდი და კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.